მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვნახავთ, როგორ შევქმნათ ლოკალური ვებგვერდი HTML სკრიპტული ენის გამოყენებით Notepad გარემოში. პირველ რიგში, Word-ის დოკუმენტში თქვენ ხედავთ პრეტესტის პირობას. პირველ რიგში გავეცნოთ პირობას, გადახედეთ და შემდეგ დავიწყოთ მისი შესრულება. ახლა მე ამ პირობას ჩავკეცავ და ხედავთ, რომ წინასწარ მაქვს გამზადებული საქაღალდე, რომელსაც დავარქვი პრეტესტი, გავხსნათ და ვნახოთ რა არის შიგნით. ხედავთ, რომ გვაქვს ვებგვერდი, ლოკალური ვებგვერდი, თამარ მეფის, ფარსმან ქველის და გიორგი მეხუთე ბრწყინვალის სურათები. ახლა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ როდესაც ჩვენ ვებგვერდზე ვმუშაობთ და ზოგადად როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, კარგი ორგანიზებისთვის უნდა შევქმნათ ხოლმე ახალი საქაღალდე, სადაც მაგალითად ვებგვერდისთვის საჭირო ყველა პროდუქტს გავაერთიანებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ თვითონ ვებგვერდი, რომელსაც შემდეგ შენახვისას აქ გააწევრიანებთ და ვებგვერდისთვის საჭირო გრაფიკული გამოსახულებები. ანუ სურათები. ახლა გავთიშავ ამას. ახლა გამოვიძახოთ Notepad-ი და ვხედავთ, რომ Notepad-შიც გამზადებული მაქვს ტექსტები თავისი სურათებით და თავისი ყველაფრით. ანუ წინასწარ ჩავწერე ტეგები, გადმოვაკოპირე ტექსტი და გავაკეთე ბოლოში გამოყენებული რესურსები. როგორც თქვენ გახსოვთ ჩვენი გაკვეთილებიდან, HTML დოკუმენტი იწყება და სრულდება სწორედაც HTML ტეგებით. და თუ გვინდა რომ ტეგი დავხუროთ, საწყის ტეგს უნდა დავუმატოთ slash, ანუ დახრილი ხაზი. აი ასე. ანუ ამას ვაკეთებთ ერთხელ დასაწყისში და ბოლოში. შემდეგ ჩვენი მთლიანი დოკუმენტი იყოფა ორ ძირითად ნაწილად. პირველი ნაწილი არის თავი, head და მეორე ნაწილი არის body, ანუ სხეული, ხო? ვებგვერდსაც გააჩნია თავი და სხეული. თავში გვაქვს ატრიბუტი, რომელსაც ქვია title, სათაური და მოდით ახლა დავარქვათ სახელწოდება. დავაწეროთ ქართულად, ქართველი მეფები. და რადგანაც ეს ფაილი უკვე შენახული მაქვს, ახლა კლავიატურიდან დავაწყაბებ Ctrl და S ხილაკებზე. ამას გაჩვენებთ მენიუს ველიდანაც. აი ასე, ფაილ მენიუში დავაჭიროთ Saves და ცვლილებებს შეინახავს. ახლა კარგად დავხედოთ მთლიან ფანჯარაზე. Head-ში დავწერეთ სათაური და ამ ეტაპზე დავანებოთ თავი. Body ტეგებს შორის მოთავსებულია ყველაფერი, რაც უნდა განვათავსოთ ვებგვერდზე. ჩვენს შემთხვევაში დაგვჭირდება თითო აბზაცი სამი სხვადასხვა მეფის შესახებ, ანუ მოკლე აბზაცები საკმარისია და მათ შორის უნდა იყოს ჰორიზონტალური ხაზი გავლებული, რომ უბრალოდ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ახლა მივყვეთ პარაგრაფი, ანუ აბზაცი იწერება აი ასეთი ტეგით. P ნიშნავს პარაგრაფს. და აქვე ჩავანაცვლოთ ქვედა რეგისტრის სიმბოლოთი, რადგანაც ქვედა რეგისტრის სიმბოლო თვალისთვის უკეთესი აღსაქმელია. ჩვენ რომ დიდი ასოებით დავწეროთ, ანუ ზედა რეგისტრით არაფერი არ შეიძლება, უბრალოდ ჩვენი თვალი დაიღლება. შემდეგ ხედავთ text break-ი, რომელიც ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ შემდეგი ობიექტი ახალ სტრიქონზე დავინახოთ. შესაბამისად, ჩვენს შემდეგ სტრიქონზე იქნება გამოსახული თამარ მეფის სურათი, რომელსაც გაწერილი აქვს კონკრეტული სიმაღლე და სიგანე. width, height. აი აქაც პიქსელი დავამატოთ. და ეს არის ტეგი, ისევე როგორც break-ი, რომელსაც დახურვა არ სჭირდება. ანუ წერთ ერთხელ
და არ სჭირდება მისი მეწყვილე ტეგი, არ გააჩნია ასეთი ტეგი. Image source შემდეგ წერს ტოლობას, ტოლობა ნიშნავს მინიჭებას და ბრჭყალებში ვათავსებთ ნიშნობას, რომელიც არის სხვადასხვა. შემდეგ წერთ HRs, HR ნიშნავს ჰორიზონტალურ ხაზს, შემდეგ თქვენ გააკეთებთ მეორე და მესამე აბზაცს სხვადასხვა მეფეების შესახებ, ჩასვამთ ასევე ხაზის გამოტოვებით მათ ფოტოს და შემდეგ გავაკეთებთ გამოყენებულ რესურსებს. Ამასაც პარაგრაფად წარმოვადგენთ და ახლა ნახოთ ბოლოში, ნახეთ. აი ეს ტეგი, თავდა ბოლომდე მოვნიშნოთ, არის ბმულის წარმოსადგენი ტეგი. და თუ დააკვირდებით, აქაც იგივე ლოგიკით მივანიჭეთ ნიშნულობა. ნიშნულობა აქაც იწერება ბრჭყალებში და ეს ნიშნულობა უნდა ამოვაკოპიროთ ვებგვერდიდან. ანუ მისამართი უნდა ამოვაკოპიროთ და ჩავსვათ. შემდეგ დავხუროთ თავისივე მეწყვილე ტეგით, აი ასე მარტივად იხურება ბმულის ტეგი და შუაში ჩავწეროთ ტექსტი, რომელიც უნდა გადაიქცეს ბმულად. ანუ ვებგვერდზე უკვე თამარ მეფე, ეს ჩანაწერი იქნება ლინკი, რომელსაც მიბმული ექნება ვიკიპედიას, აი ეს კონკრეტული სტატია. აქვე არის მეორე და მესამე მეფეების შესახებ ამოღებული ლინკები და დასრულებულია ამით ეს სავარჯიშო. მოდით ახლა ამ ფანჯარას გამოვიტანთ მარცხენა მხარეს და დავბრუნდეთ ჩვენს საქაღალდეს. ჩავართოთ ჩვენი ვებგვერდი. მოდით ჯერ მოვინახულოთ აი ეს სტატიები, საიდანაც წამოვიღეთ რესურსები, ანუ პირდაპირ ვიკიპედიას, ანუ პირველივე ლინკი გამოვიყენეს ამავე შემთხვევაში. გადმოვიტანე სურათი, აი ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ, რომ კარგად დაინახოთ და დაიმახსოვროთ კიდევ ერთხელ. ნახეთ, სურათთან მივიყვანოთ კურსორი და მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწყაბებით კონტექსტურ მენიუში გავააქტიუროთ Save Image as ბრძანება, ანუ შევინახოთ სურათი. შემდეგ მოვუძებნოთ ჩვენი საქაღალდე, ანუ რომელშიც უნდა მოვათავსოთ საიტის შესახებ ინფორმაცია და დავაწეროთ სახელი. თქვენ ხედავთ, რომ თამარ მეფის სურათი, უკაცრავად გიორგი მეორის მეხუთის სურათი უკვე არის გადმოტანილი, მე მაინც გადმოვიტან, ამ შემთხვევაში ხელს არ შეგვიშლის, უბრალოდ რა ჩავამატებთ და დავაწერ, მაგალითად, შემოკლებით დავაწერ გიორგი მეხუთეს ინიციალებს და დავაწყაბოთ save-ზე. სანამ დავაწყაბებთ, შევხედოთ ტიპს. აქ გვიწერია, რომ არის JPEG სურათი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გადავამოწმოთ თვისებებში, რომ ჩასმის დროს არ შეგვექმნას ხარვეზი. პრობლემა არ შეგვექმნას. კარგით, ეხლა ამას გადავიტან მარჯვნივ, რომ გამოჩნდეს კარგად საქაღალდე და ვნახოთ საქაღალდეში მოთავსებული ახალი სურათი. აი ეს სურათი. ეხლა ვნახოთ, როგორ გავარკვიოთ მისი სახელი, ჩანაწერი. თუ მოვნიშნავთ ფოტოს, აი გამოჩნდა მისი პარამეტრები, ეს არის JPG ტიპის ფაილი და შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ ჩვენს ვებგვერდში ახალი ტეგი. მოდით, მაინც გავაკეთებ ამ სურათს ჩავსვა, აი სულ ბოლოში ჩავსვა, გამოყენებული რესურსების ქვემოთ, დავამატოთ ერთი ბრეიკი, ანუ ახალ ხაზზე რომ გაჩნდეს. მოდით, ჰორიზონტალურ ხაზსაც დავამატებ, რომ გამოყენებული რესურსებისგან გავაცალკევოთ, თუ ამა რომ გააცალკევოს და აი აქ ჩავსვამ სურათის ტექსტ image source მივანიჭოთ და G5.jpg და დავხუროთ, ჯერ ბრჭყალი დავხუროთ, შემდეგ ტეგის სიმბოლო. აი აქ გამომჩა ერთი სიმბოლო და ასე რომ დამეტოვებინა და ვერ შემემჩნია, საერთოდ ვეღარ მივიღებდი შედეგს. ახლა დავაწყაბოთ ისევ შენახვიდან save-ს დავაჭიროთ ერთი სიტყვით Ctrl-ს და S-ის კომბინაციას და მოდით შევხედოთ ჩვენს ვებგვერდს და ვნახოთ დამატა თუ არა რამე. ჯერჯერობით არ ჩანს, მოდით გავარკვიოთ, რატომ არ ჩანს. სად დავუშვით სავარაუდო შეცდომა. ნახოთ,
G5 image source მინიჭება ბრჭყალები G5 JPG. ნახოთ მისი გაფართოება. კონტექსტურ მენიუში მოვძებნოთ მეტი პარამეტრები და ვნახოთ თვისებები. Properties. Properties. JPG ფაილი კი. სწორედ G5 JPG. შევამოწმოთ G5 JPG სწორია. Image source. ნახოთ. მე ამას გამოვთიშავ და საქაღალდიდან ხელახლა ჩავრდა. აი გამოჩნდა. ზოგჯერ უბრალოდ გათიშვა და ხელახლა ჩართვაც საკმარისია ხოლმე. ახლა ნახოთ როგორ შევცვალოთ მისი ზომები, სიმაღლე და სიგანი. ისევ გავთიშავ ამ ფანჯრებს. აი გავწიოთ სიმბოლო, დავწეროთ. იყოს მაგალითად 300 პიქსელი, თოლობის ნიშნით. 300 ერთეული. ნიშნულობ წყალებში რა იყოს აუცილებლად. და შემდეგ აქაც სიმაღლეშიც მივანიჭოთ 400. პიქსელს ჩაწერთ, რომ მაინც წაიკითხავს, მაგრამ ჯობია რომ ჩაწეროთ. ნახოთ, შეიცვალა თუ არა. ხედავთ, რომ ზომები შეიცვალა უბრალოდ. თლად იდეალურად არ შემირჩევია თურმე პიქსელების კოეფიციენტი. კარგით, ეხლა ისევ შევამოწმოთ ლინკები როგორ მუშაობს. აი, სად არის ჩვენი ლინკი? დავაწყაბოთ თამარ მეფეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ჩვენი ლოკალური საიტი არის ლოკალური და ხედავთ მხოლოდ ჩვენ ამ ეტაპზე, ჩადგმული ლინკი უკვე მუშა ლინკია და აუცილებლად გამოჩნდება ისე როგორც ჩანს ვებში. ნახოთ შემდეგი ლინკი. და შევამოწმოთ მესამე ლინკიც. სამივე ფული მუშაობს. ასე. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეოს თემა. კარგად გადახედეთ. მეორეჯერაც გადახედეთ, თუ საჭიროა. აუცილებლად იდეცადინეთ და გისურვებთ წარმატებას. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალზღილაკი, რომ განვითარდეს არხი და დაემატოს ფუნქციები. მადლობა ყურადღებისთვის.